ვილნიუსის სამიტის შემდეგ ალბათ ყველა ძალიან მკაფიოდ ხედავთ, რომ გააქტიურდა საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტები. ეს არ არის შემთხვევითი, სწორედ ეს მოაქვს ევროპასთან დაახლოებას, მეტი კონტაქტები და მეტი ურთიერთობა დასავლეთთან, მაგრამ ამ შეხვედრებს აქვს კიდევ ერთი დანიშნულება. რომ ჩვენი მეგობრები ხედავენ, რომ საქართველოს დღეს სჭირდება სოლიდარობა, საქართველოს დღეს სჭირდება თანადგომა და სწორედ ამის გამოხატულებაა დღევანდელი ღონისძიება, რომელიც პირველად ტარდება საქართველოში და საქართველოში იმყოფებიან ბალტიის და სკანდინავიის და ჩრდილოეთის ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები. მოგეხსენებათ, ეს არის 8 ქვეყნის გაერთიანება, რომელშიც შედიან ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ფინეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, ისლანდია და ამ ქვეყნებმა საფუძველი ჩაუყარეს რეგიონულ თანამშრომლობას და ძალიან სასიამოვნოა, რომ ისინი ერთად ჩამოგზავნეს საქართველოში, რათა განვიხილოთ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები, ევროპული ინტეგრაციის საკითხები, ასოცირების ხელშეკრულების შემდგომი პერიოდის საკითხები, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ამ პარლამენტისგან გვაქვს შემოთავაზება, რომ ხარი დაგვიჭირონ არა მხოლოდ ხელმოწერის პროცესში, არამედ შემდგომ ის იმპლემენტაციის პროცესში, იმიტომ რომ ყველა ამ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება სწორედ მსგავს ვითარებაში ისაღები გადაწყვეტილების. გარდა ამისა, საქართველოში იმყოფება ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც დღეს ეს ღონისძიებაც გახსნა და დარწმუნებული დღის განმავლობაში საქართველოს წარმომადგენლები, მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წარმომადგენლები თავიანთ კოლეგებთან ერთად ძალიან ბევრ საჭიროებო საკითხს შეეხებიან.